ეს არის ის ხუთი შეცდომა, რომელსაც ტრეიდერები ხშირად უშვებენ. მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებთ იმ ხუთ ყველაზე ხშირ შეცდომაზე, რომელსაც ტრეიდერები უშვებენ ხოლმე. მოდი ახლა გადავიდეთ მეგობრებო ჩარტებს და პირდაპირ დავიწყოთ ამ შეცდომების განხილვა და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს შეცდომები აღარ გავიმეოროთ ხოლმე. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ამ ყველაფერს წავშლი. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ყველა ამბობს, რომ აი ეხლა მე მაქვს დრო და ვივაჭრებ. ნახეთ, ეგრე არ ხდება. ხშირ შემთხვევაში მესმის ხოლმე ესეთი ფრაზა, რომ აი მაგალითად შვილების სკოლაში არიან, ან 2 კვირა დასვენება მაქვს, ან 1 კვირა დასვენება მაქვს, ან დღეს გვიან ვიწყებ სამსახურს და იცი რა, ჩაუჯდები ჩარტებს და ვივაჭრებ. ნახეთ მეგობრებო, ესე არ ხდება. შენ ვერ გადაწყვიტავ თუ როდის უნდა ევაჭრო და როდის უნდა აიღო ტრეიდები. ეხლა მაგალითად რო ვთქვათ, ეხლა ლოკალურ ტრენდში, ეხლა სადაც ვართ, მე ნორმალურ ტრეიდებს ვერ ხედავ. რა თქმა უნდა, ბაზარი მოძრაობს, აქ ხედავთ დროს რომ მოძრაობს 0.13, 11, ანუ წამების სიზუსტე ეგ ნიშნავს იმას, რომ ბაზარი მოძრაობს და შენ შეგიძლია რა თქმა უნდა ყოველ წამს როგორც შორტში, ასევე ლონგში შეხვიდე. ახლა მე შემიძლია როგორც ლონგში, როგორც შორტში შევიდე. მაგრამ ეს ანიშნავს იმას, რომ ეს ტრეიდი იქნება მომგებიანი, იმიტომ რომ სავარაუდოდ ეს არ იქნება ასეთობი. შენი ესე ვთქვათ მიზანი როგორც ტრეიდერის არის ის, რომ მილიონი ტრეიდიდან გამოარჩევ მხოლოდ და მხოლოდ 1-2 ტრეიდი, რომელსაც უფრო მეტი შანსი აქვს, რომ ესე ვთქვათ გამოვიდეს და ამით გააკეთო ფული. მაგრამ ის რომ შენ თქვა რომ აი მე ეხლა 15-20 წუთი მაქვს დრო, ან დღეს თელ დღე მაქვს დრო და მოდი ვივაჭრებ, ეგ ეგრე არ გამოდის. თუ სეტუპი არ არის, თუ ბაზარი არ გაძლევს შენ სეტუპებს, შენ რა თქმა უნდა ვერ ივაჭრებ, ხომ? ასე რომ დავიმახსოვრთ ის, რომ რახან შენ გაქვს თავისუფალი დრო, ეგ არნიშნავს იმას, რომ ბაზარი შენ გაძლევს საშუალებას, რომ ივაჭრო და გააკეთო ფულს. კიდევ ერთხელ გააკეთო ფული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ბაზარი ყოველთვის მოძრაობს და შენ შეგიძლია ყოველ წამს შეხვიდე შორტშიც და ლონგშიც, მაგრამ ეგ არნიშნავს იმას, რომ შენი ტრეიდი იქნება წარმატებული. ამიტომ არის აუცილებელი მეგობრებო, რომ დაელოდოთ ხოლმე სწორ სეტუპს და თვითონ ბაზარი გეონებათ, როდის უნდა ივაჭროთ, როდის უნდა აიღოთ ლონგები, როდის უნდა აიღოთ შორტები და ასე შემდეგ. ეს პირველი მეგობრებო, მეორე არის, რასაც ძალიან ხშირად ხედავ ხოლმე, რომ ნიუსებს ელოდებიან, აი ნიუსები უნდა გამოვიდეს და ტრეიდს არ ავიღებ, აი ნიუსებზე ის ხდება. შენი ნიუსები არის ჩარტებზე. ჩარტების გარდა როგორც ტექნიკურ ტრეიდერ შენ არ გჭირდება არანაირი ნიუსები. თუ შენ ხარ long term ინვესტორი, ან swing ტრეიდერი, რომელიც უკვე პოზიციაში ან უნდა პოზიციაში შეცვლა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ნიუსები რა იქნება, იმიტომ რომ შენ უყურებ long terms და long terms-ზე თუ გჯერა რომ ეს კოინი ან ინვესტიცია და შემდეგ აიწევს, შენ არ უნდა გაინტერესებდეს ასე ვთქვათ ნიუსები. ნიუსებზე ვაჭრობა არ არის ტრეიდერისთვის მისაღები, იმიტომ რომ რაც თავია შენ გიყენია stop loss-ი, თუ რაღაცა ნიუსი გამოვა და აი წავიდა შენ დასაპირისპიროდ ფასში, შენ გაისტოპები, რაც ნორმალური არის ტრეიდინგში, მეც ვისტოპები, ყველა ძალიან მაგარი ტრეიდერიისტოპებას, გასტოპო არის თამაშის წესები, შენ შეიძლება იყო ფეხბურთის გუნდი, რომელიც პირველი არის მსოფლიოში, მაგრამ მე განსხვავებს იმას, რომ შენ გოლებს ვერ გაგიტან. შენ შეიძლება ყველა შეჯიბს იგებდე, მაგრამ ყველა შეჯიბს არ იგებ 5-0-ით და 10-0-ით, ხო, იგებ 2-1-ით, 3-1-ით, 4-2-ით და ასე შემდეგ. ანუ გოლებს გიტანენ, როგორც ფეხბურთის საუკეთესო გუნდს უნდა შეგეძლოს ამის, ესე ვთქვათ, გააზრება გოლს გაგიტანენ, მაგრამ შენ მატჩის ბოლოს მაინც უნდა მოიგო, ან სეზონის ბოლოს მოგებული გამოხვიდე. იგივე უნდა გააკეთო როგორც ტრეიდერმა, შენ უნდა გაითავისო ის, რომ გაისტოპები. ყოველთვის არის გასტოპვა. ყოველთვის გაისტოპები, მაგრამ ყოველთვის უნდა გამოხვიდე თვის ბოლოს, კვირის ბოლოს, კვარტალის ბოლოს მოგებაში. ასე რომ მეგობრებო, ნიუსებზე ტრეიდინგი ნიუსებზე ის ვთქვათ, გამახვილებთ ყურადღებას, როცა თქვენ ხართ დეი ტრეიდერები და სკალპერები, swing trades-ზე დიდად არ გავამახვილებდი ყურადღებას ნიუსებზე, მაგრამ თუ ინვესტიციებს აკეთებ, მაგალითად დაიწყებ თქვა რაღაცები წვე, მაგ შემთხვევაში შეგიძლია რაღაცა ნიუსებზე დაყრდნობით, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ხშირად ვიცით, რომ ნიუსებზე ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, ის ხშირ შემთხვევაში უკვე დაგვიანებული არის ხოლმე. რაც შეგიძლია თქვენ გააკეთოთ და რასაც მე ხშირად ვაკეთებ ხოლმე, როცა ბაზარი არის ძალიან ვოლატილური, როცა მე მაგალითად ხედავ სეტუპს და ჯერ არ ვზივარ ტრეიდში და დადებული მაქვს entry,
და ვიცი რომ უნდა იყოს რაიმე ნიუსი FOMC ან საფონდო ბირჟები უნდა გაიხსნას, მაგ შემთხვევაში ვცდილობ ხოლმე რომ ტრეიდი გავაუქმო, ანუ ჩემი entry გავაუქმო, რომ დავილოდო როცა გაიხსნება ეს ბირჟები ბაზარი რას გააკეთებს, მაგრამ მე არ გავხსნი არც longs და არც shorts, რომ თუ ვიღაცამ რაღაცა თქვა, იმიტომ რომ მე ვარ ტექნიკური ტრეიდერი და ჩარტებზე არის ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდე. თუ მაგალითად ბაზრები გაიხსნა და იყო ძალიან ვოლატილური, ამასაც არ უნდა შევშინოთ ხოლმე და ჩვეულებრივად უნდა მიყვოთ თქვენ გეგმას და აიღოთ თქვენი ტრეიდი. და თუ მაინც გინდათ ხოლმე, ანუ ეგრეთ ხდება ხოლმე, რომ არის ასე თუფი, რომლის აღებაც ძალიან მინდა, მაგრამ ვიცი რომ რაღაცა ნიუსი გამოვან ბირჟები გაიხსნება, მაგ შემთხვევაში რას ვაკეთებ ხოლმე, არის ესეთი რამ, რომ უფრო დეფენსიურ entry-ს ვიღებ. მაგალითად, თუ ეხლა მაგალითად ვთქვათ რომ ნიუსები უნდა გამოვიდეს და მე მინდა აი აქ entry ავიღო, ხო, ვიცი რომ ნიუსები გამოვა, შეიძლება ძალიან ვოლატილური იყოს ბაზარი და fine tuning-ს გავაკეთებ double time frames და შეიძლება ჩემი entry აქ დავდო, იმიტომ რომ ვიფიქრებ იმას, რომ აი ბევრი აქტებს entry შემდეგ stop loss-ებს აქ აყენებენ, ბაზრები რო გაიხსნება, შეიძლება ამ ნიუსებმა ყველა გასტოპოს და ზუსტად აქ შემივსოს მე, როცა ყველას დაასტოპებენ და stop loss-ი დავაყენო მაგალითად მე აი აქ და შემდეგ შეიძლება ბაზარი წავდეს. ან ესეთ რამესაც ხშირად ვაკეთებ ხოლმე მეგობრებო, აუცილებელი არის რომ თქვენ გამოცადოთ რა მუშაობს თქვენთვის. სად ხართ თქვენ კომფორტულად, რა უფრო კომფორტულად მუშაობს თქვენთვის და ასე შემდეგ. ანუ თქვენ რო გამოსცით, შემდეგ შეგიძლიათ ხოლმე უფრო დამოუკიდებლად მიიღოთ ხოლმე გადაწყვეტილებები. ეს რაც შეეხება მეგობრებო მეორეს და მესამე ეს არის რომ მხოლოდ ერთ მხარეს უყურებენ ხოლმე დამწყები ტრეიდერები, მხოლოდ ან ლონგი უნდათ, ან შორტი უნდათ. საერთოდ იძახიან ხოლმე რომ ვინც ტრეიდინგი დაიწყო ბერ მარკეტში, უფრო შორტებისკენ აქვს ხოლმე მიზიდულობა და ვინც ბულ მარკეტში დაიწყო, უფრო ლონგებისთვის ხოლმე, მაგრამ როგორც ტრეიდერ შენ ყოველთვის გჭირდება როგორც ლონგი, ასევე შორტი. მით უმეტეს მეგობრებო, ხშირად ხდება ხოლმე რომ მე ერთი და იგივე რენჯში, აი მაგალითად ავიღოთ ახლა ადვილი მაგალითი რომ მოგცეთ. აი ამ რენჯში მეგობრებო, აი ამ რენჯში შენ შეიძლება ლონგშიც იჯდე და შორტშიც იჯდე და ორივე იყოს წარმატებული ტრეიდერი. მაგალითად რომ ავიღოთ, თქვათ რომ მე მინდა აქ ლონგში შესვლა, ჩემი stop loss-ი არის მაგალითად აი აქ. იმიტომ რომ ვართ რენჯში ვიჩით რომ მაღლა შეგვიძლია შორტის აღება, ქვემოთ ლონგის აღება. თქვათ რომ ავიღეთ აქ ლონგი, რომელიც არის პოზიტიური. ნახეთ, უკვე ძალიან კარგი მოგება დავაფიქსირეთ და მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ 15-20% ყოველთვის ტოვებ ხოლმე ტრეიდს და stop loss-ი მაქვს მაღლა. იმ შემთხვევაში თუ გაარღვია და წავიდა მაღლა, იმ 20%-მა შეიძლება უფრო მეტი მოგება დააფიქსიროს, ვიდრე მაგალითად მთლიანმა ამ ტრეიდმა. აქ მაგალითად ავიღე ლონგი და აი აქვე აქ ხედავ ძალიან ლამაზ კონფირმაციებს მეგობრებო. აი აქ იქნებოდა იდეალური entry და stop loss-ი მაგალითად ამას წავიღებდი კონფირმაციად და აქ დავაყენებდი stop loss. ნახოთ ახლა რა გამოვა. ესეც ჩვენი შორტი და ნახეთ შორტიც იდეალური გამოვიდა 3-ზე გამოვიდა, შემდეგ რა თქმა უნდა აქაც stop loss ჩამოვიტანდი და ნახე როცა უკვე ორ ტრეიდშიც ხარ, შორტშიც და ლონგშიც უკვე შენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა ფასი საით წავა, იმიტომ რომ ორივე მხარეს, ამ სადაც უნდა წავიდე, შენ მაინც ძალიან კარგ მოგებაში გამოდიხარ. ამიტომ არ უნდა უყუროთ ხოლმე მარტო ერთ მხარეს, უნდა უყუროთ როგორც shorts, ასევე longs. ერთი რჩევა რაც შემიძლია მოგცეთ არის ის, რომ ვინც მხოლოდ ლონგებს უყურებს ხოლმე, ხშირად მითქვა ესეც, შენ შეგიძლია უბრალოდ ჩარტი გადმოატრიალო, invert scale ქვია ამ ყველაფერს და უბრალოდ ეძებო ლონგები. ეხლა მაგალითად რა შემთხვევაში ავიღებდი მე აქ longs bitcoin-ზე, ნახეთ ჩვენ გვაქვს აქ 4 საათიანი ლეველი, ვნახოთ 1 საათიანზეც თუ იგივე გამოდის და 2 საათიანზე. კი ბატონო, 1 საათიანზეც იგივე გამოდის და აქ გვაქვს ესე ვთქვათ ლოკალური კონსტრუქცია, აქ გვაქვს ეს ჩვენი drop off-ი, რომელიც დავარეჯექტეთ. ეხლა აქ რა შემთხვევაში ავიღებდი მე longs ავიღებდი პირველი, ჩავდეთ low time frame-ებზე. 1 საათიანზე ავიდეთ, რა შემთხვევაში ავიღებდი მე ახლა აქ ლონგებს მაგალითად. მე მინდა რომ ეს ლეველი დავკარგოთ, მინდა რომ ესეთი რაღაც გავაკეთოთ, ანუ აქ იქნებოდა პირველი აგრესიული ლონგი მაგალითად, მაგრამ ორმა კონფირმაციას თველოდები. შენ თუ გინდა რომ შენ ესეთ უფრო A++ იყოს, დაველოდებოდი ორმა კონფირმაციას და აქ ავიღებდი ესე ვთქვათ longs. მაგრამ როცა შენ აქ მაგალითად ესე უყურებ ჩარტს და შენ აქ გაგიაქტიურდა ლონგი, მაგ შემთხვევაში შეგიძლია ესე ვამოატრიალო შენი
ჩარტი და გამოდის ის, რომ შენ უნდა შეხვიდე შორტში, ანუ შენ შეგიძლია აქ შეხვიდე შორტში, ან აქ შეხვიდე შორტში. ეს მეც მეხმარებოდა ხოლმე invert scale-ი. და ხშირ შემთხვევაში ესე ვთქვათ, როცა დამწყები ტრეიდერი ვიყავი ხოლმე, უფრო მეტ შორტებს ხედავდი ხოლმე, ვიდრე აქამდე. ამიტომ გირჩევთ მეგობრებო, რომ ეს ტულსი, რაც ტრეიდინგს გაძლევს შენ, აუცილებლად გამოიყენო, იმიტომ რომ როგორც ტრეიდერი შენთვის აუცილებელია როგორც შორტში, ასევე ლონგში შეხვიდე ხოლმე და არ იყო ხოლმე მარტო ესე ვთქვათ, ერთ მხრივ არ ქონდეს ხოლმე მიდრეკილება, აი მაგალითად რომ მხოლოდ და მხოლოდ ლონგებს იღებ. იმიტომ რომ როგორც ტრეიდერ შენ უნდა გქონდეს ესე ვთქვათ, ყოველთვის შესაძლებლობა რომ როგორც ბერ მარკეტში შორტით, ისე ბულ მარკეტში ლონგით ივაჭრო, მაგრამ იგანიშნავს იმას, რომ ბულ მარკეტში შორტი არ შეგიძლია შეხვიდე და ბერ მარკეტში ლონგი. იმიტომ რომ ეხლა ზუსტად ჩვენი მეოთხე საკითხი იქნება ზუსტად ეგ, ტრენდში ტრენდი. ანუ ბევრს ეშლება ხოლმე თუ რა არის ტრენდში ტრენდი, ეხლა მაგალითად რომ ავიღოთ ვიკლიზე, აქ რა ხდება, აქ ჩვენ რომ დავიწყოთ, აქ ავართ დაუნ ტრენდში, აქედან აქამდე. აქ ავალთ ეხლა აღმავალ ტრენდში, ხო? მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვაქვს ტრენდი ტრენდში ტრენდი. რას ნიშნავს ეს ტრენდში ტრენდი? ნახეთ, ეხლა აქ ხომ გვაქვს ჩვენ დაღმავალი ტრენდი. მაგრამ აქ ჩვენ გვაქვს აღმავალი ტრენდი. ხედავთ რომ გვაქვს აღმავალი ტრენდი. აქ ნახეთ ეხლა ისევ დაღმავალი ტრენდი, მაგრამ აქ ისევ აღმავალი ტრენდი გვაქვს. აქ კიდე დაღმავალ ტრენდში გვაქვს კიდე ესეთი დაღმავალი ტრენდი პატარა. აქაც მაგალითად პატარა დაღმავალი ტრენდი გვაქვს. შემდეგ აქ აღმავალ ტრენდში, აქ გვაქვს დაღმავალი ტრენდი. აქ გვაქვს დაღმავალი ტრენდი, აქ გვაქვს დაღმავალი ტრენდი და რატომ არის აუცილებელი ის, რომ ჩვენ გავიგოთ, რომ ტრენდში არის ტრენდი, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად თუ ჩვენ გვაქვს აქ დაღმავალი ტრენდი, ნახეთ, აქ გვაქვს დაღმავალი ტრენდი, ხო? მოდი გადმოვახვიოთ ეხლა ცოტა უკან. გადმოვახვიოთ. აქ და ვთქვათ, რომ ეხლა ჩვენ გვაქვს აქ დაღმავალი ტრენდი, ხო? კიდე ცოტას გადმოვახვიოთ. კი ბატონო. ვთქვათ, რომ ანუ ჩვენ გვაქვს ეხლა აქ დაღმავალი ტრენდი, მაგრამ ამ დაღმავალ ტრენდში უფრო ადვილი რომ იყოს თქვენთვის დასანახად. კი ბატონო. ამ დაღმავალ ტრენდში მეგობრებო, ახლა ნახეთ, რამდენი აღმავალი ტრენდი გვაქვს. ანუ დეილიზე უფრო ცოტას ხედავ ვიდრე 4 საათიანზე და მოდი ახლა 4 საათიანს ჩავდეთ, მაინც რომ უფრო ადვილად დაგანახოთ ეს ყველაფერი. ახლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო. აქ გვაქვს ჩვენ ჩვეულებრივად აღმავალი ტრენდი. ეს გავაწითლოთ თუ თეთრად არა გადატრება გვაწყობს. გავაწვანთ. კი ბატონო. აქ გვაქვს აღმავალი ტრენდი, აქ ისე გვაქვს მაგალითად დაღმავალი ტრენდი. ეს გავაწითლოთ. შემდეგ აქ გვაქვს რენჯი, რენჯიც რა თქმა უნდა ტრენდია. კი ბატონო. აქ გვაქვს ისე აღმავალი ტრენდი. აქ გვაქვს ისე დაღმავალი ტრენდი. აქ გვაქვს ისე აღმავალი ტრენდი. და ასე შემდეგ. ანუ ახლა გიხსნით თუ რატომ არის ამის ცოდნა ძალიან საჭირო. და ახლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო, კიდე თუ შენ უფრო დეი ტრეიდერი და სკალპერი ხარ, ნახე აქ ხო გვაქვს აღმავალი ტრენდი. ანუ შორიდან რომ უყურებ, აქ არის აღმავალი ტრენდი. ახლა შეგიძლია შენ თქვა რომ აი ამაზე მეტი რა უნდა იყოს ახლა აქ, ხო, კიდე დაღმავალი ტრენდი. ახლა რომ გადავახვიოთ კიდე აქ, იმიტომ დაბალ ტაიმ ფრეიმზე მინდა ჩასვლა. ეხლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო, აქა ზუსტად იგივე ხდება. აქ გვაქვს დაღმავალი ტრენდი. აქ გვაქვს დაღმავალი ტრენდი. აქ გვაქვს აღმავალი ტრენდი და ასე შემდეგ. და შეგვიძლია ეს რაც უფრო დაბალ ტაიმ ფრეიმებზე ჩავალთ, მით უფრო მეტი ტრენდები დავინახოთ სხვადასხვა ტაიმ ფრეიმებზე. აქაც გვაქვს მაგალითად აღმავალი ტრენდი. აქ გვაქვს ეს თქვა რენჯი. და შეგვიძლია ესე რა თქმა უნდა გავაგზავნოთ და წავიდეთ ძალიან შორს, რაც უფრო ესე ვთქვათ, დაბალ ტაიმ ფრეიმებზე ჩახვალ, მით უფრო მეტ ტრენდებს დაინახავ. და რატომ არის ამ ყველაფრის დანახვა აუცილებელი და საჭირო, რომ ესე თვალით ყოველთვის დაინახო ხოლმე? ეს არის საჭირო იმისთვის მეგობრებო, რომ როცა შენ გააქვს ესე ვთქვათ, აღმავალი ტრენდი, როცა შენ გააქვს ხაზოთ როცა შენ გაქვს ესეთი აღმავალი ტრენდი, რა თქმა უნდა, swing long-ებს უფრო დიდი უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ მათ უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ უფრო დიდი მოგება დაგაფიქსირებინოს, მაგრამ ეგანიშნავს იმას, რომ შენ short term-ზე არ შეგიძლია ივაჭროს, რა თქმა უნდა, არის day trader-ებისთვის და სკალპერებისთვის მეგობრებო, იმიტომ რომ
აქ შენ გაქვს შორტის შესაძლებლობა, აქ შენ გაქვს ისევ ლონგის შესაძლებლობა. აქვე გაქვს ისევ შორტის შესაძლებლობა, აქ კიდე დაბალ ტაიმ ფრეიმ შეიძლება ლონგ და შორტიც აიღო და ასე შემდეგ. ეხლა მაგალითი რომ მოგცეთ მეგობრებო, ბიტკოინის ჩარტზე, ეხლა ვთქვა გეტყვით, სად შეიძლება აქ ლონგის და შორტის აღება, აი კი ბატონო ძალიან მაგალითს ხედავ. აქ არის პირველი, მოდი გადმოვახვიოთ ეხლა. აქ გადმოვახვიოთ, დავხსნათ აქ რა ხდება. ანუ გავარღვიეთ ეს, აქ შეიძლებოდა ლონგების აღება, მაგრამ აქ ფრონტრონი გავიკეთა და რა არის ჩვენ შემდეგ გეგმა? ჩვენი შემდეგ გეგმა არის, რომ თუ გავარღვიეთ ეს ლეველი, შემდეგ შეგვიძლია ავიღოთ ლონგი. ეხლა ნახეთ რა ხდება. გადავიდეთ მაღალ ტაიმ ფრეიმზე, რა თქმა უნდა ვიცოდეთ სად ვართ მაღალ ტაიმ ფრეიმზე. მაღალ ტაიმ ფრეიმზე ვხედავთ, რომ ჩვენ აქ რეზისტენტზე ვიმყოფებით, ანუ ჩვენ შეგვიძლია როგორც შორტი, ასევე ლონგი ავიღოთ. ანუ ლონგი გაგვაქტიურდა აქ, იმიტომ რომ ჩვენ გავარღვიეთ ეს, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ აქ ვართ რეზისტენტზე და ჩვენ შეგვიძლია ასევე ავიღოთ შორტი, ანუ ვეძებოთ შორტი. ჰაი ტაიმ ფრეიმს რომ შევხედავთ, ჩვენ ვართ აქ დაღმავალ ტრენდში, მაგრამ ლოკალურად რომ შევხედოთ, ჩვენ ვართ აღმავალ ტრენდში. აქ კიდე უფრო ლოკალურად რომ შევხედოთ, ჩვენ კიდე ვართ აღმავალ ტრენდში. ანუ ჩვენ ნახეთ გავარღვიეთ ეს ლოკალური ჰაი, ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვიაქტიურდება ლონგები. ამ შემთხვევაში ახლა შენ შეგიძლია აიღო ან აგრესიული ლონგი, ან დეფენსიური ლონგი. ამ შემთხვევაში მე აგრესიულს არ ავიღებდი, იმიტომ რომ რეზისტენს ეკაჩები, ესე ვთქვათ, რეზისტენსზე ხარ და აქ უკვე შორტერებიზიან, ამიტომ ავიღებდი უფრო დეფენსიურს და სტოპ-ლოს დავაყენებდი. level-ურ stop-loss დავაყენებდი, იმიტომ რომ აქ ამ stop-loss ყველა ხედავს, ან შეგიძლია კიდე უფრო ქვემოთ ჩამოწვე და ეს stop-loss-ი დააყენო. უბრალოდ განსხვავება არის RS-ში, რაც შემდეგი არის, შემდეგი საკითხი, რომელსაც განვიხილავ. აქ მაგალითად შეიძლება ესე იყოს, მაგრამ თუ მაგალითად გაქვს შენი რისკ-რევარდი არის დამაკმაყოფილებელი, შეგიძლია რა თქმა უნდა stop-loss-ი ესე დააყენო, უფრო safe, მაგრამ თუ არ არის, შეგიძლია მაღლა აწიო, მაგრამ როგორც დამწყები ტრეიდერს გირჩევდი რომ შენი stop loss-ით არ ითამაშო, პირიქით ითამაშე შენი entry-ით. თუ მაგალითად risk reward არ გაწყობს და არ მოგწონს, შენი ესე ვთქვათ entry რომ უფრო ქვემოთ ჩამოიტანო, რომ შენი risk reward-ი გამოვიდეს ესე ვთქვათ კარგი. რა შემთხვევაში ავიღებდი მე ახლა აქ შორტს, რა თქმა უნდა, როგორც ლონგი, ისევე შორტი უნდა ვიფიქროთ, ხო? იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ ტრენდს, ანუ ამ აღმავალ ტრენდს დავარღვევთ და როგორ დაირღვევა ეს აღმავალი ტრენდი, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ აი ამ ლეველს ჩამოვარღვევდით, თქვენოთ, მაგ შემთხვევაში მე ავიღებდი შორტს. ნახოთ ახლა რას აკეთებს ბაზარი, აქ ჩვეულებრივად შეგვისვა და გააგრძელა მაღლა სვლა. ახლა რას აკეთებს? წავიდა მაღლა, ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. აქ ჩვენ ხედავთ რომ საათი, აქ ჩვენ ხედავთ რომ ჩვენ ვზივართ ახლა liquidity-ში, რომელიც ანუ ეს ლეველები მე განვიხილე რა თქმა უნდა სხვადასხვა ვიდეოებში და Discord-ზეც. ჩვენ აქ ვზივართ ახლა liquidity-ში და ნახეთ ახლა რა ხდება აქ liquidity-ში მეგობრებო. აქ ისევ ჩვენ ვეძებთ შორტებს, ხო? ანუ ნახეთ 20% რო ვთქვი 20% ვტოვებ მეთქი, შეგვიძლია შემდეგ ვთქვათ რომ აი ჩვენ უფრო მეტი მოგება გავაკეთეთ, იმიტომ რომ 20% დარჩა და უბრალოდ stop loss-ზე ვთ მაღლა. რა შემთხვევაში ავიღებდი ახლა აქ მაგალითად შორტს? მოდი ვნახოთ ახლა აქ როგორი ტრენდი იქნება. კი ბატონო, ნახეთ ახლა მეგობრებო, ანუ ჩვენ ხქონდა აქ აღმავალი ტრენდი. აქ უძბად ჩვენ გვაქვს შემდეგ ესეთი რეინჯი. ეს რეებს აკეთებს. ჩვენ აქ გვაქვს ესეთი რეინჯი. ამ რეინჯს ესე ვიზავთ და ესე. კი ბატონო, აქ გვაქვს რეინჯი და ამ რეინჯს გვაქვს ახლა მეგობრებო, ნახეთ. აღმავალი ტრენდი, აღმავალი ტრენდი. აღმავალი ტრენდი და ახლა ვართ აღმავალ ტრენდში, ესე ვთქვათ. ნახოთ ახლა რას გააკეთებს ჩარტი იმ შემთხვევაში თუ ჩვენი გეგმა რა არის, იმ შემთხვევაში თუ ჩამოვიდა. იმ შემთხვევაში თუ ჩამოვიდა ისევ ამ რეინჯში, ჩვენ მოვძებნით შორტს, იმიტომ რომ შესაძლებელი არის ფასი ჩამოვიდეს უფრო ქვემოთ. ნახოთ რას გააკეთებს ფასი. ნახეთ მეგობრებო, ჩვენ ჩამოვედით ახლა ამ რეინჯში. იმპულსი რომელმაც აგვიყვანა მაღლა დავკარგეთ, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვიაქტიურდება აი აქ შორტები და შეგიძლია მაღლა დააყენო ესე ვთქვათ stop loss-ი. და ნახეთ, აქ რომ გაქვს ახლა დაღმავალი ტრენდი, აქ ისევ გაქვს აღმავალი ტრენდი. ნახოთ რა გაკეთდა, ნახეთ მეგობრებო. ანუ ვთქვათ რომ ჩვენ აქ გვქონდა შორტი, ეს იყო ჩვენი stop loss-ი.
1-2-ზე უკვე გააკეთებდი ტრეიდს, სტოპ-ლოს ჩამოწევდი და გაისტოპებოდი მაინც მოგებაში, ხო? ანუ ამით მე იმის თქვა მინდა, რომ სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის შეგიძლია რომ შეხვიდე როგორც შორტში, ასევე ლონგში და ყოველთვის უნდა შეგეძლოს ტრენდში ტრენდის განსაზღვრა, იმიტომ რომ ყველა ტრენდში არის სხვადასხვა ტრენდი. ახლა რო გავაგრძელოთ ეს ყველაფერი და გადავიდეთ ახლა ანუ ჩვენ ახლა ვხედავთ რომ პირდაპირ ანუ მაღლა და მაღლა მიდის, ხო? მაგრამ რომ მოვნიშნოთ ახლა ჩვენ ეს, აქ ვერაფერს ვხედავთ, ხო, უბრალოდ აღმავალი ტრენდსაც ვერ დავარქვევთ, უბრალოდ ჩვეულებრივად მაღლა მიდის, ხო? აქ შეგვიძლია თქვათ რომ ჩვენ გვქონდა ჩვეულებრივი რენჯი, რომელშიც ვაჭრობა იყო ჩვეულებრივად შესაძლებელი. ანუ მე ახლა ამ ვოლუმენოც ყოველთვის გამოვიყენებდი როგორც შესასვლელ, ანუ ეს არის უფრო სკალპინგი, ძალიან აგრესიულად შესვლა ხოლმე, რომ თუ ბაზარმა გააგრძელა მაღლასვლა, როცა დიდი ვოლატილიტი არის, ეს ზრდა, რასაც გააკეთებს, თან რომ მიჯდეს, ვთქვათ, იმ მატარებელში და ეს ზრდაც რომ თან წაიღო. ანუ high time frame-ზე ვხედავთ რომ სად ვიყავით, აქ ვიყავით. high time frame-ზე ვხედავთ აქ ჩვენ რომ არაფერი არ არის, ვერაფერს ვერ ხედავ, მაგრამ ჩამოდიხარ double time frame-ზე, ხედავ რომ აქ ჩვეულებრივი range არის, კიდე 3 წუთიანს და 1 წუთიანს რო ჩამოხვალ. აქაც ასევე შეგიძლია შენ განსაზღვრო აღმავალი ტრენდი აქ მაგალითად დაღმავალი ტრენდი. ამ კონსტრუქციას მე თვითონ ეძახი ხოლმე კომპრესიას რო გაარღვევ ხოლმე შეგიძლია შემდეგ ისე გატესტო და წახვიდე მაღლა. რა თქმა უნდა კომპრესიას რო გაარღვევ, უნდა გაარღვევ ლეველი, სიგნიფიკანტური ლეველი ან რენჯი, ამ შემთხვევაში გავარღვევთ რენჯი და შეგეძლო აქაც კიდევ რეენტრი ლონგი გაგიკეთებინა. ამიტომ მეგობრებო, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ტრენდში არის ყოველთვის ტრენდი და ჩვენ უნდა შეგვიძლოს ამ ტრენდში ტრენდის წაკითხვა. რახან high time frame ესე ვთქვათ, აღმავალი ტრენდი გვაქვს, ეგ ანიშნავს იმას, რომ ამ ტრენდში, ამ აღმავალ ტრენდში არ შეიძლება იყოს დაღმავალი ტრენდი, სადაც შეგიძლია შენ შორტი აიღო. ეხლაც აქ მაგალითად ჩემთვის მე პირადად ვეძებ შორტებს, რატო ვეძებ შორტებს? იმიტომ რომ ვართ აქ ახლა all time highs ვტესტავთ, სადაც შეიძლება რა თქმა უნდა კორექცია მოხდეს. ჩვენ აქ უკვე rejection-ი გავაკეთეთ, აქ პირდაპირ არ შევდივარ შორტში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ველოდები კონფირმაციას, მე ველოდები ტრენდში ტრენდს. იმიტომ რომ ახლა 1 საათიანად ჩვენ მაგალითად აქ გვაქვს აღმავალი ტრენდი, მაგრამ ახლა რასაც მე ვხედავ არის ის, რომ ვაკეთებთ დაღმავალ ტრენდს, ანუ ჩვენ ისე აქ ვართ კომპრესიაში. რას ველოდები ახლა მე? მე ახლა ველოდები რომ აქ ფასი რო გავარდება, ანუ აქედან რო გავარდება, ან მაღლა წავა და ავიღებ ლონგს, ან ქვემოთ წამოვა და ავიღებ შორტს. ანუ რახან ჩვენ მივდივართ მაღლა და გავაკეთეთ დიდი ზრდები, ეგ ანიშნავს იმას, რომ მე აქ მაგალითად შორტებს არ ვეძებ. ეს რაც შეეხება მეგობრებო მე-4-ს და ახლა არის მე-5, მე-5 არის ცუდი რისკ-რევარდი და არა რეალური რისკ-რევარდი. და რას ვხედავ ხოლმე მე ხშირ შემთხვევაში, ეს მეგობრებო კარგად უნდა დაიმახსოვროთ. ხშირ შემთხვევაში ვხედავ ხოლმე რომ როცა მიგზავნიან სეტუპებს, აი დავით შეგიძლიათ ჩემი სეტუპს გადაახედო და აი სწორად ფიქრობ თუ არა, ვხედავ ხოლმე ესეთ სეტუპებს. აი უბრალოდ ახლა აქ ცარიელი იმაზე დავხაზავ. ვხედავ ხოლმე ესეთ რისკ-რევარდს მეგობრებო და ეს არის შეუძლებელი. ეს როგორც swing trade-ზე, ასევე day trade-ზე, ასევე scalp-ზე არის შეუძლებელი და ეს შეიძლება მოხდეს 1000-ში ერთხელ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გადატანითი მნიშვნელობით არ გულისხმობ. 1000 ტრეიდში შეიძლება ერთხელ გაგიმართლოს ეგრე და შენი მიზანი არც უნდა იყოს ეს, ანუ მე როცა ვამბობ ტრეიდის 20%-ს ვტოვებ ხოლმე, იმ 20%-მა შეიძლება ესეთი რაღაცა გააკეთოს. ანუ ესეთი რაღაცა შეიძლება გავაკეთო იმ დარჩენილი 20%. ახლა მაგალითად რომ ავიღოთ მეგობრებო, აი ვთქვათ რომ მე ქვემოთ შევედი აქ სადმე ტრეიდში, ვნახოთ, აი კი ბატონო, იდეალური მაგალითი მაქვს. აქ შევედი მე ტრეიდში, აქ დავაყენე სტოპ-ლოს, მოდი არა რეალურ სტოპ-ლოს ავიღებ. არა, რეალურს ავიღებ, აქ დავაყენებთ სტოპ-ლოს, მაგალითად ახლა ნახეთ, ანუ აქ დავაფიქსე ჩემი ბოლო მოგება და გავაკეთე პლუს-მინუს 1-3-ზე, ხო? ანუ ჩემი რევარი დავაფიქსე და ანუ აქ დავტოვე 20% და შემდეგ ასე ვთქვათ, ჩემი სტოპ-ლოსი ავწიე ბრიკ-ივენში, ვთქვათ და შემდეგ მან გააკეთა ესეთი რაღაცა. ანუ დანარჩენმა 20%-მა შეიძლება გააკეთოს ამ ხაზრდა და ეს შესაძლებელია. კიდე სტოპ-ლოსი რო დამეტოვებინა ესე, მაინც 1-12-ს გამოდიოდა, რაც იდეალურია, ხო? მაგრამ ეს არ უნდა იყოს მეგობრებო მიზანი, ეს ხდება 1000-ში ერთხელ. და ესეც არ უნდა მოხდეს მთლიანი შენი პოზიციით. მე აქ მთლიანი ჩემი პოზიცია რო დამეტოვებინა, რომ აქამდე წამოსულიყო, ეს იქნებოდა ჩემთვის ჩვეულებრივი გამბლინგი მეგობრებო და ეს ძალიან შორს არის ტრეიდინგთან, ასე რომ ყოველთვის იცოდეთ, რომ თქვენ უნდა გქონდეს სწორი რისკ-რევარდი და უნდა გქონდეთ რეალური რისკ-რევარდი და არასდროს არ უნდა ეცადოთ, ესეც ძალიან აუცილებელი არის. არასდროს არ უნდა ეცადოთ, რომ თქვენი წაგებები ერთ ტრეიდში გამოასწოროთ. შენ თუ 5 ტრეიდი ZZ გააფუჭი და ZZ 5 ცუდი ტრეიდი გქონდა, ეგ ანიშნავს იმას, რომ ჩემი მაუსი აღარ მუშაობს.
ამით გავაკეთებ. აი ესე მუშაობს. თუ შენ 5-10 ტრეიდი ZZ წააგე, ვთქვათ რომ 5 ტრეიდი წააგე ZZ, ეგ ანიშნავს იმას, რომ შენ ერთ ტრეიდში უნდა გააკეთო 1-5-ზე და უნდა დაელოდო სანამ take profit აქამდე ამოვა და გამოასწორებ. ეგ ეგრე არ არის, მეგობრებო. იყოს თქვენი მიზანის რომ იყოთ კონსისტენტური მოგებაში, ანუ თქვენ იყოთ ყოველთვის თანმიმდევრი მოგებაში, ყოველთვის გაყავით თქვენ გეგმას, თქვენ რისკ-რევარდს და თუ გაქვთ სწორი რისკ-რევარდი, სამ ტრეიდს თუ გააფუჭებ შემდეგ ერთ ტრეიდს კარგს გააკეთებ, რა თქმა უნდა ისე მოგებაში გავხალ, ხო? და რაც შეეხება მეგობრებო სწორ და რეალურ რისკ-რევარდს, მე ყოველთვის ვამბობ, რომ მინიმალურად უნდა იყოს 1-2-ზე. შენ რაც უფრო მომგებიანი ტრეიდერი გახდები, რაც უფრო გამოცდილი გახდები და უფრო გეცოდი, ასე ვთქვათ, სეტუპებს ადვილად იპოვი და უფრო მეტ ტრეიდებს გააკეთებ ხოლმე და იქნები სკალპერის, დეი ტრეიდერიც და სვინგ ტრეიდერიც, შეგიძლია ამ ყველაფერის შემდეგ, ასე ვთქვათ, fine tuning-ი გააკეთო ხოლმე, შეიძლება ორნახევრიანიც აიღო ხოლმე, თუ ტრეიდი გაწყობს, შეიძლება უფრო ნაკლებიც აიღო ხოლმე და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველთვის თავიდან როცა ხარ დამწყები, ყოველთვის ზრუნე იმაზე, რომ მინიმუმ 1-3-ზე იყოს ხოლმე, მაგრამ დროთა განმავლობაში რო ჩამოგიყალიბდება შენი საკუთარი სტრატეგია, შემდეგ შეგიძლია ამ ყველაფერს tweaking-ი გაუკეთო ხოლმე და შენი სოუზი მოასხე, ესე ვიზარ ხოლმე სულ ყოველთვის, რომ ყველა თავის სოუსს ასხავს, ანუ თუ ვიღაცა მწვადებს ჭამს, ყველა მწვადს ჭამს, მაგრამ ზოგი კეჩუპი ჭამს, ზოგი ტყევნით ჭამს, ზოგი მიწუგით ამით, ანუ ხორცს ერთი და იგივე გემი აქვს, ერთი და იგივე მწვადს თუ ჭამ, მაგრამ სხვადასხვა სოუსით, ხო, ამიტომ ეს ყველასთვის სხვანაირი არის და ინდივიდუალური არის და შენ როცა ისე ვთქვათ, გეცოდინება უკვე რას აკეთებ, რით ხარ დაკავებული, რა არის სწორი, რა არის არასწორი, შემდეგ შეგიძლია რა თქმა უნდა ამ ყველაფერს შენი სოუზი მოასხა და გააკეთო ისე როგორც გინდა, მაგრამ ეს რჩევა გაითვალისწინეთ მეგობრებო, რომ ნუ შეეცდებით რომ ერთ ტრეიდში გააკეთოთ თქვენი მთელი თვის წაგება ან გაორმოგოთ ან გაასამოგოთ თქვენი კაპიტალი. ყოველთვის უნდა იცოდეთ რომ ტრეიდში უნდა გარისკო მაქსიმუმ 0.5-დან 1%-მდე. იმ შემთხვევაში თუ შენ აკეთებ swing trade-ში რა თქმა უნდა უფრო დიდი ხანიზი ხარ, day trade შეიძლება შენ თუ მაგალითად ყოველდღე 1%-ს რისკავ და საშუალოდ 2 ტრეიდს იღებ. ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ ერთი კვირის განმავლობაში 7-ჯერ 2%-ს რისკავ, რაც 15%-ზე მეტი არის წესით იმ შემთხვევაში თუ compound effects აკეთებ და ამ შემთხვევაში swing trade შეიძლება ხოლმე 5%-იან 5%-ზე მეც არ გირჩევდეთ, მაქსიმუმ 5% აიღო ხოლმე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში რამოდენიმე კვირა შეიძლება 1-2 თვეში ჯდე ხოლმე ტრეიდში, მე ხშირ შემთხვევაში თვეებზე ვარ ხოლმე ტრეიდში, ან ცოტა მეტი, ან ცოტა ნაკლები, ამიტომ ხანდახან swing trade-ში შეიძლება ხოლმე აიღო უფრო დიდი რისკი, მაგრამ ყოველთვის ვთქვი მეგობრებო, რომ risk-reward-ი უნდა იყოს მინიმუმ ესეთი, იმისთვის რომ ტრეიდი იყოს ხარისხიანი. თუ მოგეწონათ მეგობრებო ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და ძალიან მაინტერესებს თუ როგორ უდგებით თქვენ ამ ყველაფერს, იქცენით და დაინახეთ თუ არა საკუთარი თავი ამ შეცდომებში, რომლებსაც უშვებენ დამწყები ტრეიდერები და მაინტერესებს როგორ აპირებთ თქვენ ამ ყველაფრის გამოსწორებას.